არავინ არ შემოუშვათო დირექტორმა ასე მითხრა, განაცხადა სხვა რა გითხრათ, მეტის უფლება არ შემიძლია. მე ჩემი სამსახური დირექტორი, მაცაბერია. არაფერი არ ვიცი. ასე როგორ შეიძლება მიდიხართ და იღებთ რაღაცას? ყველაფრის გადაღების უფლება გვაქვს. რატო ვინ მოხსათ ეგ უფლება? კანონია ესეთი. არ ვიცი მე ეგ რა კანონია, უნდა ნახოთ აუცილებლად უფროსი ჯერ და აიღოთ ნებართვა რომ რა არის და როგორ არის. სად არის თქვენი უფლება? სად არის და მე ან კანცელარიაში მესამე სართულზე დირექტორს შეხვდით და მე გაიგებთ შეიძლება თუ არ შეიძლება გადაღება და საერთოდ გასაუბრებაც. ჯერ უნდა ნახოთ დირექტორი, ასეა კანონი. კანცელარიაში. პირველ სადარბაზოში რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის? ჯერ დირექტორისგან ნებართვა იქნება და მე გაგცემთ პატრონს. არა აქვს, იმიტომ არ გიშვებენ შე. რომ ავადმყოფებმა არაფერი არ თქვას. უკეთესო და მის რატოა რა. რასაც გვეუბნებიან მე მუშაობა რასაც უმფროსი რასაც უნებიან იმას ვაკეთებ. რატო აკრავენ არ ვიცი. ახალგაზრდო მოვიწევო აქ. შიგნით ვიყავით ეხან შეუჩაღლებში და შევედით ყველაფერი ხო გამარჯობა ჩვენ შეთანხმებული ვიყავით დავანყოფების ნახვა გვინდა მოგებული ეს შეთანხმება რა ხდება ბატონო შეიძლება რა ხდება მე უბრალოდ მუშაობ გამაფრინოს რომ გარეთ შეხვედრა გარეთ მეტი რა ხდება დავანყოფების მონახულება გვინდა დავანყოფების სანიტარული დღე როდის გამოაცხადეთ არა როგორ მეგეთქვი ექიმი ჩამომზადეს თავარი ექიმი მოვიდეს და პასუხი გაგვცეს რა თავარი ექიმი ჩამომზადეს წამომზადდი თქვენ ისა ჯობს ჩამოვიდა ტელევიზიასთან ერთად არა მაშინ ავალ ვეტყვი და რასაც მეტყვია ძმა კი ბატონო ამბავი ჩამოგვიტანეთ აი კი ბატონო აი ეს სამალი რომელიც რვალარამდე ამის ყიდვის თავის არის ესენცია რომელიც ჭირდება ღვიძლს ღვიძლი დაეშალოს ამ თანობას ჩემი გაუბედურებისთვის და ჩემი ოჯახის გაუბედურებისთვის რატომ არის ჩაკეტილი ეს კარები რაზისთვის ჩაკეტეს რა სანიტარული და არაფერი სანიტარული დღე არ არის რატომ ხდება ეს გადარკვევები გადმორკვევები არის საარჩევნო ხომ თვითონ აცხადებენ უნდა ჩავაწეროთ ჩვენ ობიექტური ეს არ არის ობიექტური არჩევნები მე ეხლავე ვაცხადებ ამას რომ პირველში იქნება გაყალბება არ ჩამოვალო ხო? ვერ შევხვდებიო. სარეაბილიტაციო ცენტრი ვერ გვაღირსეს. რომ ადამიანს მარტო ხელი კი არ აქვს, მოტეხილი და ფეხში კი არ არის დაჭრილი. ფსიქოლოგიურად ვეტერანები ბევრი შემთხვევა თვითმკვლელობის ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. ჰოსპიტალის დირექტორმა უარი თქვა რა ჩემთან შეხვედრაზე და იმის ახსნაზე თუ რა მოხდა დღეს. სახელმწიფო პრაქტიკულად არანაირ ყურადღებას არ აქცევს. წამლებით უზრუნველყოფა არის მინიმალურ დონეზე. თავად სჭირდებათ ფულის შოვნა, სადმე პოვნა, ესე ნაცნობ მეგობრებით იმისათვის რომ შეძლონ მკურნალობა.